მოგესალმებით მეგობრებო, Ground and Pound Georgia დაბრუნდა 21 ეპიზოდით. პატარა შესვენების შემდეგ აქვთ ისევე პატარა შვებულება ვიღეთ, ასე ვთქვათ, ლადო ჯერ კიდევ შვებულებაში არის და მოკლედ 21 ეპიზოდით პარიზის ქარდით ბრუნდებით. და აი ამ დროის განმავლობაში საკმაოდ ისეთი კარგი სიახლეები დაგვრდა, რაზეც შეიძლება საუბარი. მაქამდეც მივალთ მოკლედ რა. ჯერ მოდი დავიწყოთ საქართველოს ნაკრებით, იმიტომ რომ დღეს ორი თამაში ვქონდა საკალად ბურთო და ფეხბურთის და განსხვავებით ძალიან ცუდი დღე ვქონდა. ორივე თამაში დაუთმეთ. ერთი იყო, ყველას გეცოდინებათ, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც ვიტყვი, კალათბურთში ბოსნიას წინააღმდეგ წავაგეთ, რომელსაც ვფიქრობ, რომ უნდა მოგვეგო. და ფეხბურთში კიდევ აი დაწყეული ლივისთანაც ვართ რა, აი თურქეთის ნაკრები, რავი რა გვჭირს ამ ნაკრებთან არ ვიცი, თუმცა მათაც დავთმეთ. თუმცა კალათბურთში მაინც ვფიქრობ, რომ გავალთ ჯგუფიდან, მაგრამ აი ფეხბურთში აი ეს ძალიან გართულებული საქმე არის ჩვენთვის, ასე ვთქვათ რა, აი თურქეთთან სახში რომ ქულა ვერ ავიღეთ რა, მოგებაზე არ ვიძახი, უბრალოდ ქულა მაინც უნდა გვეყო აუცილებლად თურქეთთან რა. რავი, მაგაზე თუ გავშლით და ვისაუბრებთ ფეხბურთზე, ერთს ვიტყვი, რომ ერთ-ერთი რაც არ მომწონს, ერთ-ერთი კი არა, ბევრი რაღაცა არის, რაც არ მომწონს. მაგალითად ის, რომ ჩაკვეტაძის და იმის რა ქვია, კიტეიშვილის შემცვლელი არ ყავს არავინ რა, ფიზიკურად ან ცენტრი არ ყავდა რა. აი ეს ორი ფეხბურთელი თუ არ არის ტრავმირებულები თუ არიან, მორჩენილია რა, ცენტრში თამაშს ვაგებთ აუცილებლად რა და ეს ძალიან ცუდი არის. და პლუს კიდე ის არის, რომ აი პირველი ტაიმი საშინლად ითამაშეს რა. ბურთის ამოტანისას იმდენი შეცდომა დაუშვეს, რომ ფაქტურად გოლები ვაჩუქეთ რა. კიდე ის შეცდომა, რასაც კუთხური მოყვა პირველი მეორე წუთი იყოთ რაღაც და იმ კუთხურიდან შემდეგ გაგვიტანეს, გამოიყენეს ეს კუთხური, იქ კაშია შეცდომა იყო და ასე შემდეგ რა. რამოდენიმე გოლი ვაჩუქეთ. და ეს ძალიან ცუდი არის. აი მაგალითად ერთი იყო, მე მგონი მესამე გოლი იყო ეგ საჯარიმოში ჩაგდებული ბურთი იყო, აი ძალიან წყნარად უნდა გამოგვეტანა, მაგრამ მივეცით ბურთი და გაგვიტანეს. ხო და ძალიან რთული არის ასე თამაში რა, რაღაც გადაწყობები არის საჭირო და ახალგაზრდა ფეხბურთელები გვჭირდება, როგორც დაცვაში, ისე ნახევარდაცვაში, ისე შეტევაში, რა თქმა უნდა, ყავს შეტევითი პოტენციალი. ეხა კვარა, მიქაუტაძე, ზურიკომაც მაგრად ითამაშა. მიქაუტაძე ვერ გამოიჩინა თავი, თუმცა მიქაუტაძე ისეთი კაცი არის, რომ მაინც არ უნდა შეიცვალოს რა. მაგრამ აი კვარა, ზურიკო ყავს და რავი 1000 ფეხბურთელი ყავს რა წინ, მაგრამ როცა აგებ ნახევარდაცვას და ნახევარდაცვას ბურთი ვერ მიაქვს შეტევამდე, იმ შეტევით პოტენციალს აზრი აღარ აქვს უკვე რა, ვინც არ უნდა ყავდეს. სურო რავი წინ გეყენოს რონალდო მაგალითად, ხო? აი რონალდო ხო მაგ სტილის ფეხბურთელი არის, ეხა ჩამოყალიბდა რავი ბოლო რამდენი წელი არის, რომ ბურთი უნდა მიუტანო და ბურთს გაიტანს რა. და ბურთი თუ ვერ მიგაკ, მორჩენილი არის მანდ უკვე და ამიტომ ძალიან ისეთი რა რთული თამაში ვქონდა რა. ბოლოსკენ კი ბატონო 10 კაცი დარჩნენ, იქ ერთი გოლი შევაგდეთ, მერე კიდე მეორეც შევაგდეთ. უბრალოდ ძალიან ის იყო რა, ბოლო 15 წუთში გამოფხიზლდით, ასე ვთქვა და თან თურქეთმაც მოგცა და თამაშმაც მოგცა მაგის საშუალება თორე. მაგამდე თურქეთს ეჭირა და იმ ტემპში მიყავდა თამაში, რა ტემპშიც აწყობდათ და ამიტომ ხო ცოტა საფეხბურთო იმაზე გადავედით, მაგრამ მაინც ალაპარაკო იყო, იმიტომ რომ საქართველოს ნაკრები არის და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის და ეს არ უნდა იყოს რაღაც ხელის ჩამქრევი და აი ხმე დარწმუნებული ვარ, ბევრი ხალხი ბჭყალებში აკრიტიკებს რა, ქართველებს ვიძახი, ბევრი სხვანაირად აკრიტიკებს, ცუდად მოიხსენებენ, ბევრი სხვანაირად, როგორც მაგალითად მე და თქვენ რა. ეგ არის მთავარი, რომ ეგრე გავაკრიტიკოთ და არა ის, რომ აი რომ მოიგებენ მაგათ გვერდში ვედგეთ ჩვენს ბიჭებს და რომ წააგებენ დედავაგინოთ და ყველაფერი დავაფაროთ მოკლედ თავზე რა. ამიტომ მე მჯერა რომ საქართველოს ნაკრებს აქვს ის პოტენციალი, რომ უფრო დიდი ფეხბურთი ვითამაშოთ, ვიდრე იყო ის, რომ ევროზე გავედით მერვედ ფინალში. ძალიან დიდი მიღწევა არის, უბრალოდ მე მგონია, რომ ისეთი ახალგაზრდები, ისეთი ფეხბურთელები მოდიან ახლა ჩვენთან.
რომ ჯერა რომ უფრო მეც დავუდებთ რა, იმიტომ რომ ზურიკოც უნდა განვითარდეს, მიქაუტაძეც, კვარაც, ყველანი რა საერთოდ რა, უბრალოდ გჭირდება ცენტრი და დაცვა აუცილებლად რა. მეკარის იმედი მაქვს მამარდასი კი ბატონო, მე მამარდასაც ქონდა სხვათა შორის 1-2 შეცდომა, ცუდი ისეთი მეტოქე გუნდის ფეხბურთელს რომ მიცა ეგრევე პასი, თუმცა მამარდაც იხვეწება რა. ბოლ ლივერპულის მეკარე არის და ხო, მოკლედ ეხლა იმემეს დაუბრუნდეთ. საკმაოდ საინტერესო კარტი არის, უბრალოდ თემა ის არის, რომ იმდენი ნიუსები მაქვს მონიშნული ნიუსების ბლოკში, მინდა რომ აი ძალიან ცოტა ბრძოლა გავიარო, თან მარტო ვარ და ფიზიკურად ვერ შემეკამათება ვერავინ რა და ამიტომ ეგრე დიდად მუღამი არ აქვს და პარიზის ქარtზე ავარჩიე, მოკლედ ძალიან ბევრი ვარ გავატრაკო. 3 ბრძოლა რა, ეს არის პიტბული, პატრისიო პიტბული, კეიტა და რატო ავარჩიე ახლა ეს ბრძოლა რა. პატრისიო პიტბულმა წინა ბრძოლა მოუგო დენიგეს. და აი ისე მოუგო რა. აი იგეს რო არ უგებენ წესით ხოლმე რა. ანუ დამაჯერებლად. და კეიტას რაც შეეხება, კეიტას აქვს დებიუტი. კეიტა არის ბელგიელი მებრძოლი, Black Panther-ა, რომელიც არის გამორჩეული ევროპული ორგანიზაციის Octagon MMA-ის, უკვე ყოფილი ჩემპიონი. 16-1 რეკორდით და რატომ არის ახლა ეს ერთიანი? ეს ერთიანი, უბრალოდ ნულიანი, რაც ქონდა, დაკარგა ქართულ მებრძოლთან მათე სანიკიძესთან. კი ბატონო, ფეხის დაზიანება იყო ასე შემდეგ, მაგრამ მოკლედ ეს ერთ-ერთი წაგება გვაქვს მათე სანიკიძესთან. და ახლა შედგება დებიუტი UFC-ში, კეიტასი და ხდება პირდაპირ, იცით როგორ მებრძოლს, ანუ თუ არის მაღალი დონის მოუგებს და დაამტკიცებს, რომ ის იმსახურებს UFC-ში ყოფნას და ყოფნას ტოპებში ან ფროჩექს ვერ დაუძახებ რა, უბრალოდ დამარცხდება და მორჩება რა, მე იჭხვევს ნოუნეიმებთან UFC-ს ტოპ 15-ს გარეთ და ესე წავა მაგის კარიერა. ჩემი აზრი არის ეს ყოველ შემთხვევაში და კეიტაზე რო ვისაუბროთ, მე მართლა მგონია რომ ძალიან საინტერესო მებრძოლი არის რა, თან არის ნოკაუტერი ტიპი, გადაწყვეტილებით მოგება შეუძლია, ერთადერთი სუსტი მხარე რაც შეიძლება ვთქვათ არის ის, რომ გრეპლინგში არის სუსტი რა, მაგრამ ამ ბრძოლაში პიტბულიც არ ამგონია რომ ჭიდაობას დაუწევს, არ ამგონი კი არა, აი საერთოდ გამოურიცხავ ალბათ რა, ფეხზე დადგებიან და ფეხზე წავა ჩხუბი და მე მაინც მგონია რომ კეიტა მოიგებს ამ ბრძოლას. არ ვიცი რატომ. თუმცა მაინც მგონია რა, იმიტომ რომ კეიტა ახალგაზრდა მებრძოლი არის, სისხლი უჩქებს ასე ვთქვათ, რა თან UFC-ს დებიუტი არის, თუმცა ერთი თემა კიდევ ის არის, რომ აი მართლა რა, ყველა რამდენჯერ ვახსენე ხა იმ პოდკასტში იმ ბრძოლის შემდეგ ვიტყვი გულისხმობ, რომ არ ვენდობი რა, დებიუტანტებს არ ვენდობი. აი საერთოდ არ ვენდობი რა, იმიტომ რომ რავი რამდენი არის ახლა რამდენიმაც გამიცრუა იმედები ასე ვთქვათ რა, იქ არონ პიკო გადმოვიდა და ისეთი დაყვი მოხდა, იქ ერთი კვირის მერე გააღვიძეს, იქ პაჩიმიქსი გადმოვიდა და ისე ცემა რომ რავი ერთი კვირა იმენა იმაზე სუპზე რასაც ქვია რა, ისე დალეწა ბაუტისტამ და რავი მე არ ვენდობი მოკლედ, მაგრამ კეიტა მაინც ისეთი მებრძოლი მგონია რა, კარგი. თუმცა რა თქმა უნდა ტესტი უნდა გაიაროს. მე მგონია რომ კეიტა მოიგებს, თუმცა არ გამოურიცხავ რომ პიტბულმა აი ისე მარტივად მოუგო შეიძლება დააფინიშოს კიდევაც რა, იმიტომ რომ ძალიან ისე არის 50-50 ჩემი აზრით რა. ამიტომ პიტბული კეიტა ახლა მოვიტოვოთ უკან და გადავდივარ კომეინზე, ეს არის ბენუა სენდენი, მაურისიო რუფი. და აი ეს ბრძოლა უფრო 50-50-ზე მგონია ვიდრე პიტბული კეიტა. აი არ ვიცი რა, ძალიან ბევრმა ადამიანმა ბენუა უკვე ჩამოწერა ბენუა სენდენი რა და რატომ ვერ ხვდები, იმიტომ რომ კოლელია რა. აი პირველივე წამიდან პორიესთანაც ეკნა, ყველა პრეპოლექტანაც ეკნა. რავი, ყველასთან მაგას შვება რა. რომ პირველი წამიდან მიდის წინ, დებს ყველაფერს და ან გათიშავს, ან გაითიშება რა, აი ეგეთი მებრძოლი არის რა, ანუ ან მოკლავს, ან მოკვდება რა და სანამ დასტინ პორიეს შეხვდებოდა, იქამდე იცით როგორ მოდიოდა, აი ერთი მოგება პორიესთან, კამარზე იყო, всё. ანუ ძალიან დიდი პროსპექტი იყო რა
და რუფის რაც შეეხება ახლა, რუფის როგორც მახსოვს, სულ აქვს 3 ბრძოლა, მე მგონი ჩატარებული UFC-ში. ახლა რავი, არ დამძრახოთ თუ არასწორად ვიძახი, უბრალოდ ეგრე მახსოვს და მოდი ბოლოზე ვისაუბრებ, ეს ხო ბობი გრინთან მაურისიო რუფის ჩხუბიდან იქ რუფი მისე გათიშა ბრუნში, ვისაც არ გინახავთ, ეგ არის ერთ-ერთი, რავი, საუკეთესო ნოკაუტი, რაც მინახავს მე მგონი წელს იყო ეგ რა, თუ წელს იყო, ან რომელ წელსაც იყო, ერთ-ერთი საუკეთესო იქნებოდა უეჭველი რა. და რატო? აი ის ჩეკუკი კი არა, ცრუჰუკი რა, მოდი ესე ვთქვათ რა, აი ამას რო უბრალოდ იქნევს ესე, რო ყურადღება გადაატანინოს და უცბად ბრუნში ფეხი მოდის და აი მაგ ფეხს არ ტყავს და ისე იკეცება, აი ესე მოიკეცა სამად ბობი გრინი, გაითიშა და მორჩა და თან რუფი აღარ ამატებს და დგას ესე რა, იმენა აურას რასაც ეძახიან, აურა პოინტებს, აი ეგ მოაგროვა მან რუფიმ და მაგის მერე მოკლედ რა თქმა უნდა, აი აუცილებლად ეგრე იქნებოდა, რომ ვინმე ტოპს შეახვედრებდნენ რა, მით უმეტეს Fighting Nerds-ის ბიჭებიდან ერთ-ერთი არის და ერთ-ერთი წამყვანი ტიპი არის თან რა, რუფი და ამიტომ მაინც ხო რა, შეახვედრეს მოკლედ ბენუა სენდენის და მე ბენუას არ ჩამოვწერდი რა, იმიტომ რომ ჭიდაობაც მაგრად შეუძლია და აქ პრეპოლეკთან ვნახეთ, რომ როგორც მოახრჩო პრეპოლეკი დააზიანა და მე მივარდა, წაიყვანა მიწაზე, გაუკეთა რენე კეჩოუკი და მორჩა რა. რუფის რაც შეეხება, რუფის კი ბატონო ბობი გრინი არის, მაგრამ ისეთი ტესტი ხო არ გაუულია არაფერი. კი ბატონო არ გაუულია. ამიტომ მაინც ბენუასთან შეხვედრა იქნება, აი ბევრი რაღაცის დამტკიცება რა. ეხლა რუფი ძალიან ბევრს საუბრობს იმაზე, რომ აი ილიაზეც ისაუბრა, რომ შეხვდებიო მოუგებო და რაღაცაც არ უკიანზეც ისაუბრა, რაღაც თავის ამბებში აწვება, იმიტომ რომ ჰაიპი აწიოს, მაგრამ ხო ხდებით რა, სანამ არ გაიული მკვლელებს იქამდე მთავარ მკვლელთან, როგორც არის ილია თოფურია, რომელიც თავს რა აძრობს თავს რა. ეგეთ ადამიანთან არაფერი არ გესაქმება რა. ძალიან ბევრი უნდა დამტკიცო, რომ ილიასთან ბრძოლა მიიღო და ამიტომ ბენუა ერთ-ერთი, აი ასე ვთქვათ, ეს გზამგონია, საიდანაც შეიძლება რომ უფრო და უფრო წინ წაიწიო რა. მაგრამ აქ არის დიდი მაგრამ. 50-50-ზე არის ბრძოლა კი ბატონო, თუმცა ჩემი სუბიექტური აზრით ბენუა სენდენი ძალიან დიდი შანსია, რომ თავისთან კედლებში მოიგოს რა. ერთხელ წაგებული აქვს თან, ძალიან ცუდი შეცდომის გამო წააგო ჰენატო მოიკანოსთან და იქ დოქტორ სტოფეიჯი იყო. ისიც პარიზის კარტი იყო სხვათა შორის და მოკლედ ბრაზილიელთან აქვს წაგებული და ბრაზილიელთან აქვს შანსი რომ აიღოს რევანში თავისთან სახლში. ხო, ამიტომ მე მაინც უფრო MMA-ის უკეთესი მებრძოლი ბენუა სენდენი მგონია, თუმცა შეიძლება ვცდებოდე და თქვენი მოსაზრებები რა თქმა უნდა უნდა დაწეროთ კომენტარებში. ახლა გადავდივარ მთავარ ბრძოლაზე, სადაც მე მგონია, უბრალოდ გუშინ მეგონა რომ უკვე გადაწყვეტილი მქონდა ვინ მოიგებდა ჩემს გონებაში, თუმცა დღეს აირია რა. და რატო აირია? ახლა იმაოვი, ნასურდინ იმაოვი, კაიო ბოჰალიო. კიდევ ერთ Fighting Nerds-ის ბიჭი ეჩხუბება თავისთან სახლში პარიზში. ნასურდინ იმაოვს წარმოშობით დაღესტნელ მებრძოლს, რომელმაც ჭიდაობა დიდად არის. აი ესეთი რაღაც მოკლედ სტრაიკერი არის იმაოვი რა. ბოჰალიოც უფრო მეტად მგონია რომ სტრაიკერია, თუმცა რეალურად შემდგარი MMA-ის მებრძოლი არის რა, შეუძლია კარგად ჭიდაობა, ჯიუ-ჯიტსუ კარგი აქვს, გრეპლინგი კარგი აქვს. ფეხსეც კარგად დგას, რავი, პოლ კრეიგს რო გაცეო კი ბატონო, დიდად არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ პოლ კრეიგს თავი წააძრო, რასაც ქვე ჩაკეცა რა და იმავსაც შეეხება ბოლოს მონდის ადესანიასთან გამარჯვებით, რომელიც თებერვალში დაანოკაუტა აბუ-დაბიში, როგორც მახსოვს კი ბატონო, აბუ-დაბი იყო, აბუ-დაბიში დაანოკაუტა და იმის მერე გახდა მეორე კონტენდერი, ასე ვთქვათ, პირველი შონ სტრიკლენდია, როგორც მახსოვს. ნუ მეორე კონტენდერი რა, ანუ ეს არის გამარჯვება გამსვლელი ბრძოლა ხამზად ჩიმაევთან რა. ხო და იმაუვის რო არ დაგიმალოთ, იმაუვის მოგებას ვფიქრობდი გუშინ. აი იცით როგორ აი რაც ბრძოლა ჩაინიშნა, სულ მქონდა გონებაში ეგ რომ აი იმაუვი მოიგებს რა. ნუ ფავორიტიც არის რა თქმა უნდა. თუმცა აქ რა არის ახლა თემა. იმაუვს
რომ ვთქვათ, რომ დიდი ტესტი გაიარაო, ეგრე ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ სტრაიკერ ადესანიას მოუგო, რომელიც არის washed ტიპი. უკვე. ანუ წასულია ადესანიას დრო. წააგო შონ სტრიკლენთან. თან წააგო ძალიან ცუდად. იქ ტეიქდაუნიც გაუკეთა, კონტროლა, ფეხზე უმოწყალოდ ცემა, რაც ესროლა იმაომა, ვერაფერი ვერ გაარტყა, დაიღალა თან და მოკლედ დომინაციით წააგო 5 რაუნდში. ხო, იმაომა მე რომან დოლიძეს მოუგო, რომანს ის ერთი დარტყმა რო გაუტარა, იმის მერე დამთავრებული იყო ყველაფერი 5 რაუნდი ვარაუდზე იდგა რომანი რა და ხო, რა თქმა უნდა, მეკუწოლა პირწმინდად მოიგო, მაგაზე ორი აზრი არ არის. ხო და იმის მერე ისეთი დიდი, აი რა, კანონიერს მოუგო კიდე და ასე შემდეგ რა, კრის კურტისთანაც იჩხმა, მაგრამ იქ მე მგონი როგორც ხოსს გაჩერდა ეგ ბრძოლა და ძალიან ისეთი აი ლაითი ოპონენტები ყავდა, ასე ვთქვათ რა, აი როგორც ილიაზე ვთქვი, მკვლეუს რო შეხვდა, უნდა მოუგო მკვლეუს თქო, იმავე ეგეც არ შეხვედრია არავის რა, რეალურად. ჩემი გადმოსახედიდან ვიძახი, სუბიექტურად თქვენ თუ რამე სხვანაირად თვლით, რა თქმა უნდა, დაწერთ კომენტარებში. რაც მეც დაწერთ კომენტარს, მეც გიპასუხებთ და ესე ვიჭუკჭუკოთ და ვიღოთ რა. ხო, ბოჰალიოს რაც შეეხება, ბოჰალიოზე რატო გადავიწიე, ასე ვთქვათ რა, უფრო შემდგარი MMA-ის მებრძოლი მგონია. ესე ფურცელზე რო შეხედავ რა. აი მაგალითად იმაოს დიდად ჭიდაობა არ შეუძლია. ჭიდაობისგან თავს კარგად იცავს, იქ რაღაც კრემბლი და რაღაცები შეუძლია, თუმცა ბოჰალიო უფრო კარგი ჭიდაობა იცის რა. შეტევითი ჭიდაობა აქვს კარგი. და შეუძლია რომ მიწაზე მეტოქე გააკონტროლოს, მოუძებნოს საბმიშენი, ან თუ არ მოუძებნის საბმიშენს, იქ ground and pound-ით დაკავდეს და ასე შემდეგ რა და ამიტომ უფრო underdog-ისკენ წავედი ახლა. თან fighting inerts-ი სუბიექტურად ჩემი აზრია ეს, რომ უბრალოდ ძალიან მომწონს რა და ხო, იცით რა არის, არ გამოვრიცხავ მართლა იმაოვის მოგებას, მე მართლა ესე ვთამაშობ რა, ძალიან ეხლა გუშინ იმაოვი მეგონა, დღეს ბოჰალიო მგონია, ნახოთ ბრძოლის დღეს რა იქნება, უბრალოდ ჩაწერის მომენტში მართლა მგონია, რომ ბოჰალიომ ძალიან დიდი შანსია მოუგოს რა. და ამიტომ ძალიან საინტერესო ბრძოლა და საერთოდ პარიზის კარდი იქნება ძალიან კარგი ჩემი აზრით და კიდევ ერთ პროგნოზს გავაკეთებ იმას, რომ იქნება ძალიან ბევრი ფინიში. არ ვიცი რატომ, მაგრამ ეგრე მგონია, იმიტომ რომ იქ პრელიმებზე კიდევ უმარსი არის ესეთი მებრძოლი, შავი ტიპის მებრძოლი არის, აი იცით როგორი, აი ატება გოტიერო არის, აი ეგეთი ტიპი არის რა, აი ძალიან ესეთი გამომშრალი და მოზვინული ტიპია რა, რასაც ქვია რა და აი ეგ ჩხუბი ფინიში მგონია, კიდე რავი რომ ეხლა ჩავყვები და უცბად გეტყვით რომელი ჩხუბი მგონია ფინიში. აი ბოლაჯი ოკი, მეისონ ჯოუნსი, ეს მგონია ფინიში, ოკი მგონია რომ დააფინიშებს. რისმაკი ჩხუბობს კიდე ეს ფინიში არ მგონია. ეს კაი მეინ კარდი მოვჭით. აი ეს უმარსი ბრენსონ ჰიბეირო, აი ჰიბეიროს ალბათ თავს წააძრობს უმარი რავი, რომელიც თქვენ გინდათ ის დაუძახეთ. ჰარი ჰარდვიკი, კავე ფერნანდეში არის ის ადამიანი, რომელმაც ფეხები დაალეწა ჩვენს გურამ ქუთათელაძეს და რომელი ბრძოლის შემდეგაც გურამი UFC-ში აღარ ირიცხება, ასე ვთქვათ, UFC-ის როსტერში აღარ არის. და კავეს უნდა შეხვედრო და სხვათა შორის ძალიან კარგი მებრძოლი ფარეს ზიამი. ეს ფრანგი მებრძოლი არის. და ამ ბრძოლას მართლა ველოდებოდი რა. რო არ დაგიმალოთ, მართლა ძალიან ველოდებოდი კავე ფერნანდეშს და ფარეს ზიამის ბრძოლას, თუმცა ჩაიშალა ეს ბრძოლა და მისცეს ჰარი ჰარდვიკი, რომელსაც ალბათ თავს წააძრობს, ან კარგად დაამუშავებს, არ ვიცი როგორც გაუსწორდება, ალბათ ფეხებსაც მოუთელავს კავე ფერნანდეში. ძალიან მარტივი გასეირნება მგონია ჰარი ჰარდვიკი მისთვის რა. ხო, პრინციპში მეტი ისეთი არაფერი არ არის, ბრზეცკი ჩხუბობს კიდე ბრეტ ტავარესთან, ანდრეას გუსტავსონი ჩხუბობს ფახრედინოვთან, ესეც ფინიში მგონია სხვათა შორის გუსტავსონი ფახრედინოვი და ხო რა, ძალიან ისეთი მოკრძალებული კარტია, თუმცა მგონია ფინიშები დახუნძურული იქნება. რა მთავარი რაც ცდილობები არის მეინ კარდი, იმიტომ რომ მეინ კარდზე ძალიან კარგი ბრძოლები არის, განხსენლიც სპეციალურად შერჩეული არის ბენგერი, ლოსენე კეიტა, პატრისიო პიტბული. ახლა პარიზის კარტი რადგანაც მოვილიეთ, იქ ჩინეთის კარტს დიდად აღარ შევეხე. იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია ჯერ გასული და ყველაფერი გარჩეული გაქვთ რა, ასე ვთქვათ და ჩემს დიდად სავარაუდოდ აღარც გაინტერესებდა. ამიტომ მოდი ნიუსებზე გადავიდეთ.
პირველი ნიუსი არის ესეთი, რომ ცარუკიანი ჰუკერი ჩანიშნვასთან არის ძალიან ახლოს UFC კატარზე. და მე ვინც მიყურებთ TikTok-ზე და იქ ნიუსებს რო ვდებ, ცარუკიანის მეტოქებს განვიხილავდი და აი ყველაზე დიდი ვთქვი, დიდად მეტი შანსი თუ რავი როგორც შეიძლება ვთქვათ, ვთქვი რომ ჰუკერი იქნებოდა ყველაზე ისეთი მეტოქი, რომელსაც შეახვედრებდნენ ცარუკიანს რა და ასეც ხდება. ჯერ 100% არ არის ჩანიშნული, თუმცა კატარის ქარდზე აპირებენ რომ ცარუკიანი ჰუკერი ჩაინიშნოს და სიმართლე გითხრათ გადაწყვეტილებით მოგემკონია ცარუკიანის. იმიტომ რომ ჰუკერს თუ ვინმე საბმიშენს უკეთებს ძალიან კარგი მოჭიდავე და საბმიშენ არტისტი უნდა იყოს როგორც არის ისლამ მახაჩევი რომელსაც კიმურა გაუკეთა თუ ფეხზე გინდა რომ გათიშო ვერ გათიშავ იმიტომ რომ ჰუკერს რაც უფრო მეტი ხდება მით უფრო მოწონს ეგ სიტუაცია I love this shit რო იძახის ერთ-ერთ ბრძოლაში როდესაც კუთხეში ჭდება ჰენგმენი და ჰუკერს თუ გაარტყავ ალბათ ორს დაგიბრუნებს ანუ ეგეთი თემა არის რა ხო და ძალიან რთულია რა ეხლა ცარუკიანი მაინც მგონია რომ მოიგებს იმიტომ რომ უბრალოდ კარგი გრეპლერი არის და შეუძლია რომ კარგად აკონტროლოს მეტოქე რა და ჰუკერს რაც შეეხება ჰუკერის ძლიერი მხარე არ არის ეს გინდ მიწაზე ყოფნა იყოს და ამ შემდეგ რა კი იქ იმასთან რა ქვია აუ შავი ბიჭი არის ისიც აღარ მახსოვს უბრალოდ ეხლა იმასთან ბაჰამონდესთან ბრძოლის მერე წავიდა რა საერთოდ რა ტარნერს რო ეჭხობა იქი გამოიყენა ჭიდაობა თუმცა ხო ხდებით რა ჰუკერის ძლიერი მხარე რა თქმა უნდა არ არის არ ჭიდაობა არც გრეპლინგი და მოკლედ ცარუკიანის მოგებას მაინც ვფიქრობ ლოგიკურად ფურცელზე რომ ვიყოთ მაგრამ ჰუკერს ძალიან ბევრი შემოუთავაზებია სხვადასხვა სიურპრიზები ასე ვთქვათ და ვინც იქნებ გაარტყას ცარუკიანს და დასვას და მოსვას და იქნება მორჩეს ამ ბიჭის დადღანი რასაც ქვია ილიაზე რა ხო და საინტერესო ნიუსი არის სხვადასხვა ეს და იმედი მაქვს რომ ჩაინიშნება იმიტომ რომ აი რავი რა ძალიან ისე დაწყვილდნენ უკვე რა ცარუკიანი ჰუკერი კეიჯი ილია იქნება აუცილებლად გადავედით ახლა კოსტა შარა ჩაინიშნა კიდე ამავე კატარის ქარტზე და არ ვიცი შარა რასაკეთებს ეგეც რატო ივასებათ ესე რომ ასე ბუსტავენ ტიპს არ ვიცი რა მე დარწმუნებული ვარ ძალიან დიდი შანსია რომ შარა ფავორიტი იყოს და აი კოსტა გაწუყნის მართლა გეუბნებით კოსტა გაძუყნის რასაც ქვია შეიძლება მიანოკაუტოს კიდევაც არ ვიცი რავი რატომ მგონია რომ ესე იქნება, მაგრამ აი შარას მოყვარულები ვინც არ ჯერ საერთოდ არ მესმის შარა საერთოდ როგორ უნდა გივასებოდეს, ბაზარი არ არის. ცალი თვალი აქვს, მაგის გამო პატივსცემ, მე ყველა მებრძოლს პატივსცემ, ვინც იბრძვის რა, იმიტომ რომ ის იმათმა თავის ცხოვრებაში რაღაცები დაამტკიცეს და მოვიდნენ აქ UFC-ს ოქტაგონზე, მაგრამ მე უკვე სხვანაირად იყოფა რა ყველაფერი. ყველას პატივსცემ, უბრალოდ სხვადასხვა ჭრილში უყავ ყველას რა და ერთ-ერთი ხა არის შარა რა. კი ბატონო, პატივსცემ ცალი თვალით, რასაც იბრძვის და როგორც იბრძვის, კი ბატონო, გეთანხმებით. ძალიან მაგარი მებრძოლი არის, ორი რო კონდეს, მაშინ რას იზავდა, ხო? ანუ ეგრეც რომ ვიყვეთ, მაგრამ კოსტა არის მებრძოლი, რომელიც კი ბატონო, ჩავარდნები ქონდა იქ შონ სტრიკლენდმა ცემა, იქ ადესანიამ გაასაზიზღრა, მაგრამ ეს ისეთმა მებრძოლებმა უქნეს, როგორებიც არიან შონ სტრიკლენდი პირველი კონტენდერი და ყოფილი ჩემპიონი და ადესანია ამ წონის ერთ-ერთი ლეგენდა არის და ხო, კოსტას ბევრი ფიქრობდა, რომ წააგებდა აგერ ბოლო ბრძოლაში რუსს რო ეჩხუბა აღარ მახსოვს გვარი გამახსენდება მე ცოტა ისე ვარ დაულაგებლად ეხა და ხო რო ეჩხუბა მოკლედ ბევრი ფიქრობდა რომ წააგებდა მაგრამ მოუგო თან ისე მოუგო რომ აი რა უნდა უნიცხონა ყველაფერი და იმ დარტყმას ეხა იმ თვალიდან რო ვერ ხედავ და რო გაგარტყავს იქ შეიძლება დაგიმთავროს იმიტომ რომ ძალიან ათლეტური არის რა კოსტა და ამაზე კიდევ ვისაუბრთ იმიტომ რომ კატარის კარტი საკმაოდ საინტერესო შეიძლება შეიკრას შემდეგი არის ბონიკალი როდოლფო ვიეირა MSG-ზე Madison Square Garden-ზე და აი აქ ბოლომდე გაიტესტება ბონიკალი, აი რა შეუძლია გრეპლინგში, რა შეუძლია ჭიდაობაში, იმიტომ რომ როდოლფო ვიეირა არის აი ჯიუ-ჯიტსუს ლეგენდა არის ტიპი რა, რასაც ქვია რა. და თუ ვერ ქნა ვერაფერი. აი მაგალითად როდოლფო ვიეირა გაიარა ენტონი ერნანდესმა. თან იცით როგორ დაასაბმიტა. და ეს იყო უდიდესი განაცხადი, რაც გააკეთა ენტონი ერნანდესმა.
და რაც გაუკეთა როდოლფო ვიეირას. და ბონიკალმა ბოლოს იმ ხელა ფროჩეკი იწუნია რეინერ დერიდერთან, რომ ახლა უცილოდ მოსაგებებთან ხმაურიანად აქვს მოსაგები და MSG-ზე ძალიან მოსაწყენი ბრძოლები ახასიათებს ზოგადად ბონიკალს. იქ პოლ კრეიგზე ჩხუბა და საშინლად ეჩხუბა და რა ვიცი, ფეხზე თუ დადგა, არ ამგონია როდოლფო ვიეირამ ფეხზე დააყენოს და თუ როდოლფო ვიეირამ წააქცია, ზევიდან ძალიან დიდი პრობლემები ექნება. აი ძალიან სანამ დაიღლება, ოღონდ და სანამ დაზიანდება ვიეირა, თორე გაფუჭებულს უკვე ენტორი ერნანდესი თავ კისერს აძრობს. ხო, მოდი ჯერ ეხლა ორი ნიუსი დამრჩა. ერთი უფრო მნიშვნელოვანი დავიწყებ რა, იმიტომ რომ ბოლო დაღესტნელს ეხება და მოკლედ რა, ბოლო ორი ნიუსი თოფურიებს ეხება რა. ბეგზატ ალმახანი ალექსანდრე თოფურია ჩაინიშნა, როგორც იქნა, იმიტომ რომ აი ყოველ დღე რო ვიღვიძებდი, აი დილით რო გავიღვიძებდი, რო შევიდოდი აი MMA პროსპიკი არის არანაირი რეკლამა და არაფერი, უბრალოდ ძალიან ბევრი როგორი გვერდები არის, იცი, აი რო დაწერნო აი ეს ინიშნება ის clickbait რა, აი clickbait page-ები არის ძალიან ბევრი, რომლებიც აი რაღაც დააფოტოშოპებენ მაგალითად ილიას მახაჩევთან ჩასვავენ, დაწერენ რომ აი breaking news და ჩაინიშნა. არ ვენდობი მე და ძალიან ბევრი არის ეგეთი და ძალიან ბევრი ადამიანი შეცდომას შეყავთ რა და ამიტომ გეტყვით მე Instagram-ზე გვერდს, ეს არის MMA_prospik. ესე ქვია, ქართველი ბიჭები არიან ამ გვერდის ასე ვთქვათ სათავეში და დებენ მხოლოდ რეალურ ინფორმაციას, რაც არის ყველაზე მთავარი, ძალიან კარგი გვერდი არის და რავი, შარაუთი ამ ბიჭებს რა. MMA Prospects და იმახსოვრეთ აუცილებლად თუ რაიმე სიახლე გინდათ, რავი, ან სეტანტაზე Fight Night Georgia-ზე უნდა მოიძიოთ, ან MMA Prospects. კარგი, გადავიდეთ ბეგზატ ალმახანი თოფურია, რაც მთავარი არის, ჩაინიშნა ეს ბრძოლა და ბეგზატ ალმახანს შეგახსენებთ, ეს არის ყაზახი მებრძოლი, რომელიც დებიუტში შეხვდა უმარ ნურმაგომედოვს, რომელიც მოსვა ტრაკზე, რასაც ქვია და ერთი ნოკდაუნი ჰქონდა და მოკლედ აი ეს მებრძოლი არის, რომელიც უბრალოდ შემდეგ 24 წუთი აკონტროლეს მიწაზე და 24 წუთი კი არა და 14 წუთი აკონტროლეს მიწაზე და წააგო უბრალოდ ეს ბრძოლა უმართან, თორე ფეხზე ძალიან საშიში ბიჭი არის და რავი, თოფურიას რავი, ეხლა ძალიან ტრაკის თამაში ვერ დავიწყებ რა, ეხლა ალმახანის რაღაც პლუსებს ლაპარაკით, იმიტომ რომ რა პლუსიც არ უნდა კონდეს, 5 იმდენი პლუსი ალექსანდრე თოფურიასა გიდ ფეხზე, სულ რო ფეხზე დადგნენ, დარწმუნებული იყავით, რომ ალექსანდრე თოფურია გათიშავს. და ეხლა რატო ვიძახი ამას, რომ ან გათიშავს, ან დაასაბმითებს რა. ძალიან მსგავსად იჩხუბეს პირველი ჩხუბი, როგორც ილიამ, ისე ალექსანდრემ, ილიამ ზალალთან და ალექსანდრემ თიკნესთან. ზუსტად იგივენაირად. უბრალოდ შეიგრძნეს ოქტაგონი UFC-ს როგორი იყო. უბრალოდ გააკეთეს საკმარისზე მეტი, რომ გამარჯვება მოიპოვებინათ, მოიგეს დამაჯერებლად, ორივე სუპლექსი შეასრულა იმ თავიანთ პირველ ბრძოლებში და დამაჯერებლად პირველი ბრძოლა მოიგეს და ილიას თუ შევხედათ პირველი ბრძოლის შემდეგ, ყველა ბრძოლა აქვს ფინიში. ერთ-ერთი არის ჯოშ ემეტი, რომელიც გადაურჩა და იმ გადარჩენას ჯობდა რომ დაფინიშებულიყო პირველივე რაუნდში, იმიტომ რომ 50-42 მოუგო გადაწყვეტილებით და მოკლედ ალექსანდრეც როგორც ილია ამბობს და მერაბიც მაგას ამბობს ხოლმე რომ ილიაზე ბევრად უკეთესია და რატომ არის მე ყოველ შემთხვევაში როგორც ვყვებ იმიტომ რომ დინჯია უფრო რა ჯიუტი არ არის აი ილია ჯიუტი არის ალექსანდრე არ არის ჯიუტი ალექსანდრე არის ის მებრძოლი რომელიც შეგიძლია აი გარეთ ჯოისტიკით დადგეს ილია ეს გააკეთოს და რაც გააკეთებს იგივეს გაიმეორებს ალექსანდრე ჯიუტი არ არის და თან დინჯი სიდინჯეში ასგულისხმობ ელოდება თავისი მეტოქის შეცდომას და თავის მეტოქებს როგორც წესი აშვებინებს შეცდომას ხოლმე იქ თიქნესაც გაუტარა ერთი კაი მსუყედად ყმა უერჰენდი და ჩეკუკიც მოვარტყა და რავი ყველაფერი რა და ამიტომ მგონია რომ ალექსანდრეს ფინიშები დაიწყება ახლა რა და ბეგზად ალმახანის საერთოდ არ არის ერთ მებრძოლი რომელსაც ვერ დააფინიშებს ალექსანდრე თოფური ამიტომ ველმეიკერზე და მსგავს მებრძოლებზე ჭორები ჩაიფარცხა ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით იმიტომ რომ ახლა ერთი ბრძოლა აუცილებლად ჭირდება თოფურიას რომ გაიმარჯვოს და შემდეგ ცოტაზევით კიდე გავიხედებთ რა თქმა უნდა
უბრალოდ top 15-ს კიდევ არ ვფიქრობ რა ამ ბრძოლის შემდეგ გააჩნია როგორ მოიგებს ხელფრიულ წამში თუ დაანოკაუტა განაცხადი გააკეთა და ვიღაც გამოიწვია კი ბატონო მაგრამ გააჩნია რა მოკლედ მოგებას და ბოლო ნიუსი რაც გვაქვს არის აი ეს ბიჭი არის შესაძლოა გავაკეთო ვიზეც უნდა ვისაუბრო ეს ბიჭი არის სუფთა მოდი მაგათ ენაზე ვთქვი სუფთა ტუპოი ეს ბიჭი არის უსმანი უმარის ძმა რომელიც ილიაზე ილაპარაკა რომ მის რეზიუმე არაფერია ჩემი რეზიუმე უკეთესია რატომ უნდა იყოს პირველი pound for pound lightweight-ში და რატომ არ უნდა ვიყო მე აი მე აი ზუსტად ეგ რეაქცია არის რა უსმანი არის მებრძოლი რომელიც რომ გადმოვიდეს UFC-ში lightweight-ში ტოპ-8-ში ვერ შევა. პირდაპირ ვიძახიო ტოპ-8-ში ვერ იქნება უსმანი იმ პერფორმანსით, რასაც PFL-ის ტურნირებზე და PFL-ის ქამრის დაცვაზე დებს. პოლ ჰიუსი არის ადამიანი, რომელმაც დაამსხვრია მითი იმის, რომ PFL-ში უსმანის დამარცხება შეუძლებელია. და რატო? ვისაც არ გინახოთ ეგ ბრძოლა, კიდე რამოდენიმე პოდკასტში წინ ვახსენე და მართლა ნახეთ, იმიტომ რომ ერთ-ერთი სანახაობრივი ბრძოლა არის, რაც შეიძლება PFL-ში ნახო რა. მადლობა რა თქმა უნდა უსმანსაც და პოლ ჰიუსსაც. უბრალოდ იქ რაღაც მახინაციები რო არ ქონოდა უსმანს და რაღაც ბრძოლა ხელოვნურად არ გაეჩერებინა, რომ დაესვენა და ამოესუნთქა და რაღაცები არ დაეწყო. ჰიუსი მან დააფინიშებდა რა მართლა ვიძახი, იმიტომ რომ ტანი ტკიო და ისე საშინლად თან დაღლილი იყო და დაღლილზე ტანი რო ტკივა, მან უკვე მორჩენილი არის მართლა. ერთი ტანში მოხვედრა არის და იქ ჰაერი, ანუ იცი როგორ არის, ტანში რო ხდება, გინდ ხელი იყოს, ძლიერად ოღონდ რა თქმა უნდა. ან გინდ ფეხი იყოს, მორტყმის მომენტში, შენ რაცა უნდა დაჭიმული გქონდეს ტანი, კარგად თუ მოგარტყა მებრძოლმა როგორ რაღაც მოგდის, იცი, ჰაერისგან იცლება ფილტვები მაშინვე და ძალიან მტკივნეული არის და ძალიან დამღლელია, იმიტომ რომ სუნთქვა გერევა. და ამიტომ ეგ ყველაფერი მაგრად გამოიყენა რა, პოლ ჰიუსმა თან კარგი ტეიქდაუნ დიფენსია ჩვენა რა. თან კულა დააკლეს უსმანს რაღაცები, რამე რუმე და ძალიან ისეთი ახლო ბრძოლა იყო და ასეთი ბრძოლა კითხვის ნიშნების შემდეგ არ უნდა ლაპარაკობდე ილია თოფურიაზე, რომელმაც back to back დაამარცხა ნოკაუტებით მაქს ჰოლოვეი, ალექს ვოლკანოვსკი, ჩარლზ ოლივეირა და ახლა გეიჯისაც აპირებს და მოკლედ რა და ძალიან სულელი ბიჭი არის უსმანი, იმიტომ რომ გეუბნებით მართლა არ ვიცი ვინ როგორ უყვევთ, მაგრამ UFC-ში აი ამ წამს lightweight-ის ტოპ-10 მებრძოლში ვერ შევა. უსმანი. მაგიტო არის რომ არ გადმოყავს ხაბიბს ჯერჯერობით. თორე რა lightweight-ში მებრძოლი აღარ ყავთ, ისლამ წავიდა უკვე. და ამიტომ ძალიან ისეთია რა. არ არის უსმანი ჯერჯერობით UFC-ის საჩემპიონო დონე. ხო და ამიტომ მოკლედ ნიუსებიც მივფარცხეთ, ჩავედით ბოლოში. ალბათ ბევრი ვერ ვილაპარაკეთ. თუმცა ისეთი კარტია რა. პარიზის კარდიც ლადოც რო არ მყავს აქ, ჩემი ლადო რო არ მყავს, რთულია რა. ესე მარტო ჯდომა და საინტერესო ლაპარაკი და მარტო რო იჯდე, ალბათ ლაივში უნდა იყო უფრო რა. რომ აი ვიღაცას ელაპარაკო ხოთები და ვიღაცას თუ ვერ ელაპარაკები, აი ეგრე ძალიან რთულია ეხლა ესე რო ზიხარ და განიხილავ. თუმცა მოკლედ ლაივებს დაილოდით მალე იქნება სექტემბერი დაიწყო უკვე და ლაივებიც მალე იქნება. ახლა დაგემშვიდობებით, კარგ და საინტერესო კარტს გისურვებთ, რომ საინტერესოდ გაატაროთ ხვალინდელი საღამო, შაბათის საღამო. ხო, ისე მთავარი რო ვთქვა, საკმაოდ ადრე იწყება. აი ჩინეთის კარტი ხო დილას დაიწყო და ეს საერთოდ კარგ დროს იწყება. აი ამერიკელები როგორც უყურებენ ხოლმე კარტებს, აი ეგრე იწყება ჩვენთანაც. 8 საათზე საღამოს შაბათს შეგიძლიათ ჩაუჯდეთ და გემრიელად უყუროთ პარიზის კარტს. დაგემშვიდობებით, თქვენთან ვიყავი მე, სამხარა და მოკლედ შეგხვდებით იქით კვირას პოდკასტში. დროებით.